გამარჯობა მეგობრებო, ამ ვიდეოში მე მინდა რომ თქვენ მოგიყვეთ ისტორია, რომელიც მხოლოდ საქართველოში რამდენიმე ადამიანმა იცის და ეს ისტორია არის დაუსრულებელი, დასასრული. ეს სულის შემძვრელი ისტორია, რომელიც თავს გადამხდა, მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ. ჩემი ცხოვრების მანძილზე მე სულ უწუწუნებდი ხოლმე რომ არ მქონდა თავგადასავლებით სავსე ცხოვრება. მე არ მქონდა არანაირი თავგადასავლები რომ მომეყოლა ადამიანებისთვის და სულ კეთილი შურით შურდა ხოლმე იმ ადამიანების, ვინც აი ესე ამბებს ყვებოდნენ და აი ეს გადახდათ თავს, ეს და სულ მინდოდა რომ მეც მომეყოლა. და გამეზიარებინა ადამიანებისთვის ჩემი სათავგადასავლო ისტორიები და რეალური ამბები, რომელსაც ესე რაღაც ემოციებით მოვყვებოდი ხოლმე. მაგრამ არც თუ ისე ბევრი ამბავი მაქვს გადახდენილი თავს და ის რამდენიმე ამბავი რომელიც გადამხდა, მინდა რომ დაგიზიარო. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მე სახლში უბრუნდებოდი და ვიყავი ძალიან დაღლილი. აი, მაგარი დაღლილი ვიყავი და მაღაზიაში უნდა გამევლო და მეყიდა რაღაცეები. ეხლა რა ხდებოდა? მაგ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მე შევიარე მაღაზიაში, ვიყიდე რაღაცეები, მივედი სალაროსთან და გადავიხადე. და ამ გადახდის პროცესში მაღაზიაში იმყოფებოდა საშუალო ასაკის ქალბატონი და მამაკაცი, მეუღლეები იყვნენ. და მოკლედ ესეთ რაღაც ხდება, რომ მე ხო თან ვიხდი ამ ყველაფერს, რასაც ვიტყობ, თან დავადი ვარეთ და უკვე უნდა გავიდე და ხო და ესენი ყიდულობდნენ რაღაცას. ფული ხო უნდა გადაიხადათ და ეს ქალი რაღაც გამწარებული დარბოდა მაღაზიაში და მეთქი რა შეიძლება რა ხდება თქო და ვერც გავედი, თან მაინტერესებდა რა სჭირდა რა და ეს ქალი დარბის გამწარებული ჩანთით ხელში რაღაცას ეძებს. თაროების ქვემოთ იყურებოდა, ყველგან იყურებოდა, იმე ყველაფერი მოიარა, მთელი მაღაზია მოიარა და რაღაცას ეძებდა ვერ იპოვა და ეს კაცი ეუბნება, კაი, არ უშავს, აბა გარეთ გადინახე, ვითენ ფიქრად ვარდო და საქმე იმაშია რომ ამ ქალბატონმა დაკარგა საფულე, რომელშიც ჰქონდა გადანახული 2000 ლარი და ამას ეძებდა თურმე და მე ხო ეს ყველაფერი არ ვიცოდი. გამოვედი მე მაღაზიიდან, ალბათ იპოვნიდნენ მეთქი რაღაცა ისა, მაგრამ თან მაინტერესებდა ამბავი, კაი, მანქანისკენ მივდიოდი და მაინც მოვიხედე უკან მეთქი რა ქნეს თუ იპოვნო ეს მეთქი. გავიხედე და ეს ქალი ავტობუსის გაჩერებასთან გარბის გამწარებული რომ იქნებ ნეტა იქ ყოფილიყო დარჩენილი და ამ დროს უკვე შევიჭერი როლებში. მივხვდი რომ ეს ყველაფერი იყო ჩემი გამოწვევა და ჩემი ერთ-ერთი სათავგადასავლო დღე, რომელსაც მთელი ამდენი წლის მანძილზე ვნატრობდი. მივხვდი რომ მე იმ დღეს უნდა ყოფილიყავი გამომძიებელი, უნდა ყოფილიყავი მცხოველი, უნდა ყოფილიყავი მაგარი დრიფტერი, მე უნდა ჩავტულიყავი საქმეში. ეს იყო ჩემი მოწოდება სამყარო, ეს ყველაფერი ჩემამდე მოიტანა რომ მე აი ამ ქალბატონს უნდა დავხმარებოდი. დავყარე ჩემი ნაყიდი რაღაცები მაღაზიაში. გავიქეცი ამ ქალბატონისკენ და ვუთხარი. ქალბატონო, მომისმინეთ, აქ მიყენია მანქანა, წამოვბრძანდით, წაგიყვანეთ. ვიცი იმ ავტობუსის ბოლო გაჩერება, სადაც თქვენ დაკარგეთ ეგ. მე ვიცი, სადაც აჩერებენ ისინი ბოლომდე და მე შემიძლია რომ წაგიყვანოთ. ჩავისვი ეს ქალბატონი. ეს ქალბატონი უკვე შოქში იყო, ვერ აზმოვდა. ჩავისვი მანქანაში, გადავიჭირე ხვედი და მოვქუქი მანქანა და წავედი. ვეძებდი იმ ავტობუსის ნომერს, რომელშიც ქალბატონმა დაკარგა საფულე, სადაც იდო 2000 ლარი. მე როგორც პროფესიონალურმა მცხოვრებმა ჩავაჭირე გაზს. ქალბატონი მიეწება სკამს, აი ესე უკან მიეკროს სკამს ის სწრაფად წავედი რომ მეთქი აი ხლა როლებში იყო შეჭრი უიჭველი ამ ქალს უნდა ვაპოვნინო ის საფულე მეთქი რა. უიჭველი ის უნდა გავაკეთო მეთქი. ისეთი მომენტი იყო რომ მე რომ მივდიოდი აი ესე რომ მივდიოდი იქ ავტობუსი. ერთ ავტობუსს დავეწით, მაგრამ ის ავტობუსი არ იქნებოდა უკვე დრო იყო გასული წასული იქნებოდა და ამიტომ დიდი ალბათობა იყო იმისა რომ იქ ბოლო გაჩერება ხო იყო ავტობუსებს. იქიდან ამომავალ ავტობუსში ყოფილიყო ეს საფულე. მოკლედ და რა გავაკეთე მე? უკვე მარცხენა მხრიდან ხედავ რომ მოდის ავტობუსი. ავტობუსი მოდის ის ნომერია ზუსტად რაშიც ეს ქალბატონი იჭდა და წავედი. ავტობუსი მოდის აი ესე და მე ასე ასი წინიდან გადავიჭირე. ესე და ჩაუწიე ფანჯარას. გადავყავი ხელი და ავტობუსი თხოვს. გააჩერე. ერთი წუთი გააჩერე მეთქი ესე ვერ უნებოდი. გავაჩერე ამ მთლიანი ავტობუსი. ხალხი მიყურებს შოქშია. ეს ცოტა ვიღედი. ამას ეს საგიჟეთიდან გამოქცეული ხო არ არისო. მეთქი თან აქეთ ამ ქალბატონს ვაწყნარ, ქალბატონო თქვენ დაწყნარით, მე მივხედავ ყველაფერს, მე ვიპოვი მაგ საფულეს მეთქი. მოკლედ შევარდი ავტობუსში და დავიწყე თვალიერება. იქ რამდენიმე ადამიანი იჯდა. ავაყენე ეს ხალხი ყველა ფეხზე მთელი ავტობუსი გავჩხრიდე რა, რომ ეს საფულე მეკოვნა და ეს ქალბატონი დაწყნარებული იყო. თან მე იმდენად მომწონდა ეგ სიტუაცია, რომ აი მოდი ვიპოვოთ, აი უიჭველი. მოკლედ მე რომ დღესაც ვუთხარით რომ აი ეს საფულე დაიკარგა მეთქი და რაღაცა და არა ამ ავტობუსში არ იქნებაო, ეხლა ხას მოვიდა და ის ჩემ შემდეგ რომელიც გამოდის, აი ეგ ავტობუსი იქნება. მე მეტი რა მინდოდა, ჯექი ისევ მანქანაში ჩავსვით ეს ქალბატონი. დაკოქე ისე დავწავედი და შევეგებე მეორე ავტობუსი რომელიც მოდიოდა. იქ მეორე ავტობუსიც გადავუჭერე წინ გზად და გავაჩერე. ერთი წუთით გავიჭერე. იქ ისეთი სიტუაცია იყო რომ გზავრი არ იჭდა საერთოდ შიგნით და შევარდი ეგრევე ავტობუსში. დავათვალიერე თითოეულის კამი. დავათვალიერე მძღოლის მხარე, მეთქი ხორი რომ მეთქი. მე თან ეს ქალბატონიც გადმოვიდა მანქანიდან და უთხრა რომ ეს ფული დავკარგეთ. ფული მე და ეს ქალი ძალიან ნერვიულობს. მე ამ დროს მოვიდა უკვე თავის ქმარიც და ის ქმარი ეუბნება ამ ქალბატონს რომ მაგ შენ საფულე შემიყავი კარგად დაანებე თავი ნუნერვიულობ მაგდენსო რა. ამ დროს მე თან ძალიან დაღლილი ვარ, ძალიან მინდა სახლში. აი ძალიან ისე ფეხზე ვერ ვდგავარ ისე ვარ და არ და თან მაინტერესებს რომ ეს ვიპოვო. იმ მძღოლმა თქვა დარეკეთ პოლიციაში. ეს ქალბატონი რეკავს ასტრონეთში. ხო და სად გავჩერდით გამოშტერება და მემართა იცოდე. ამ მძღოლმა დარეკა ყველა ავტობუსის მძღოლთან რომ მოძებნეთ სასწრაფოდ საფულე ხომ არ არის მანდ. გამოიხმაურა მე ტელეფონებით რომ არ იყო ვარსად ვერ იყო და ძალიან მაინტერესებს ფილმში ვიყავი რა შიგნით და შემდეგ მოხდა ისე რომ ჩამოვიდა ჩვენს ორი გამომძიებელი მოვიდა ჩვენთან და დაიწყეს ამ ქალბატონის დაკითხვა. სად დაკარგეთ? როგორ დაკარგეთ? რა მოხდა? რა გახსოვთ? ვინმე მქონე რა იყო? აი, ყველაფერი იკითხეს და მეგობრებო სამწუხაროდ მე ვერ ვაპოვნინე იმ ქალბატონს ეს საფულე და თავისი 2000 ლარი, რომელიც იმ საფულეში ჰქონდა თურმე შეგროვებული, მაგრამ იმედი მაქვს რომ ის გამომძიებლები მაინც აპოვნინებდნენ ამ ქალბატონს და სამწუხაროდ მე ეს ისტორია არ ვიცი და სწორედ ამიტომ დავიწყე თავიდანვე რომ დაუსრულებელი დასასრული აქ მეთქი ამ ამბავს თქო რომ თუ ეს ვიდეო მას შეხვდება ძალიან მაინტერესებს და კომენტარებში დამიწერე თუ იპოვნით ქალბატონო თქვენი საფულე.